მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე და ბავშვებსაც ვეუბნები, რომ ადამიანი მეთქი არის ერთი სიტყვა. ღმერთმაც აი ამ სიტყვით შექმნილ სამყაროში რაღაცა სიტყვად გაგვაჩინა ჩვენც, რაღაცა ერთი სიტყვად და ეს სიტყვა აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, ამოვიცნოთ, ამოვიკითხოთ საკუთარი თავები, რა სიტყვები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა და რწმენა თანამედროვე თაობისთვის, იმიტომ რომ თუ არაფრის რწმენა არ გაქვს ადამიანს, აი რაღაცის აუცილებლად უნდა გჯეროდეს და მაგრამ ეს რაღაცაც ძალიან ასეთ ვთქვათ პირობითია, იმიტომ რომ რისიც გწამს შენ იმის გჯერა, ხო და შენ იმან უნდა გადაგარჩინოს და აი ღვთის გარეშე ეს არ ხდება, ხო? აი ღმერთი გაძლევს იმ მადლს, იმ ენერგიას, ხო, თავის ენერგიას, რითიც მე შენ შეიძლება რომ გადარჩენ. ერთ-ერთ ბერძენ პოეტს აქვს ასეთი პატარა ლექსია, რომ ფანჯრებს მიღმაო წვიმაა და წვიმის მიღმა ღმერთიო და აი ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში დაინახავენ, ხო, საწყისი ეწებონ, ფიქრი შეძლონ, ფიქრი აზროვნება მიეჩვიონ ამას და ნუ აზროვნება კი ყველა შეგვიძლია, მაგრამ აი უფრო ფიქრიანები და ღრმა ადამიანები გაიზარდნენ, რომ ყველაფრის საწყისი, მაინც ყველაფრის ღმერთია და აი ის ამოიკითხონ, ის იცნონ ყველა საგანში და ყველა ადამიანში. პირველი შეხვედრა ყოველთვის ასე ვთქვათ წიგნზე მაქვს ხოლმე რა და ესეთი უკავშირი ძალიან საინტერესო წამოვიდა ბავშვებისგან, რომ ძალიან ეხლა ხო ვიცოდითო, რომ წიგნი ადამიანის მეგობარიაო, მაგრამ აიო თუ სულიერიც იყო არ ვიცოდითო და აი შენი გაკვეთილიდან ეხლა გავიგეთ, რომ წიგნით სულიერიაო და არა მარტო წიგნზე ყველაფერზე ვცდილობ ხოლმე, რომ აი სულიერად მიუდგნენ ყველაფერს, იმიტომ რომ იმაში ღმერთის ხელი ხო ურევია, რა თქმა უნდა, და ადამიანის ხელი ხო ურევია, იქ სულიერია იმ გავგებთქოთ, სკამით სულიერია, იმიტომ რომ სანამ შენამდე მოვიდა ადამიანმა იზრუნა, იწვალა, გააკეთა, ხო და აი ესე რაღაცნაირად ვფიქრობ ხოლმე, რომ რაც უფრო გასულიერდება სამყარო, უფრო ადვილი იქნება ადამიანისთვის ცხოვრება. ძალიან ახლოს უნდა იყო თანამედროვე ბავშვებთან და იმ გამოწვევებთან და იმ პრობლემებთან და თუნდაც სიხარულებთან და ინტერესებთან, რაც თანამედროვე ბავშვებს აქვთ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ იქნები საინტერესო მათთვის და ძალიან დიდი უფსკრული გაჩნდება შენსა და ბავშვებს შორის და უბრალოდ ვერ გაგიგებენ, არ წაგიკითხავენ, არ მოგისმენენ, განსაკუთრებით ახლა თანამედროვე ბავშვები უფრო მეტად მოაზროვნეები არიან, უფრო მეტად საინტერესო ადამიანები არიან და ამიტომ შენც მათ ინტერესებს უნდა აღყვე, ასე ვთქვათ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რაც მათ აინტერესებთ. აი მაგალითად ზღაპრები როგორ შეიქმნა, იცით, სკოლაში ვასწავლიდი მაგ პერიოდში და აი რაღაცა პრობლემას, რასაც ვხედავდი ბავშვებს შორის, ან პატარა კონფლიქტი იყო, ან ვიღაც თხუპნია იყო, ან ვიღაცას ცუდი სიტყვა უთხრა, ან რაღაცა ისეთი რა პრობლემაც დავინახე, იმის მიხედვით ვიგონებდი ამ ზღაპრებს და ვუყვებოდი ბავშვებს. იცით რატომ? აი, როდესაც რაღაცა საინტერესოდ გადასცემ ამბავს, უფრო გისმენენ, ვიდრე შენიშვნა რო უთხრა. ბავშვობიდან წერდი ლექსებს და უფრო ალბათ, როდესაც უფრო მეტად შემოქმედი ადამიანი ხარ და ფიქრიანი, ძალიან ისეთი ფიქრი ძალიან მიყვარდა ხოლმე. ხუმრობით მეძახდნენ ხოლმე სახლში, რომ ფიქრია ხარო, შენი სახელი უნდა იყოს ფიქრია. ყველაფერზე ვფიქრობდი და ბებიაც მეუბნებოდა ხოლმე, რომ ყველაფერს ნუ უღრმავდები და ნუ ფიქრდები. უფრო მიამიტები და ტკივილიანები ვიყავით, მე ესე ვფიქრობ, ჩემი თაობის ბავშვები და გულუბრყვილოები ძალიან და ადვილად ვტყუვდებოდით შეიძლება, ადვილად ვიჯერებდით და ასევე არ ვიყავით თავნებები. ალბათ უფრო თვინიერები ვიყავით, რა იმშობელი უფროსის მოსმენა და შეიძლება არ იყო მისაღები, მისი აზრი, მაგრამ ვერ გაუბედავებიც ვიყავით რაღაცნაირად, ვერ ვბედავდით, რომ ჩვენ რაღაცა შევწინააღმდეგებოდით, ხო, უფრო თვინიერად, უფრო რაღაცა თავმდაბლობით, რაღაც
იღებდი იმ შენიშვნასაც და პედაგოგისგანაც და მშობლებისგანაც და სხვა უფროსი ადამიანებისგანაც. ერთხელ ლექსი ვისწავლე ძალიან კარგად და ეს ახლა ერთ-ერთ ნაწარმოებშია შეტანილი. ლექსი ვისწავლე ძალიან კარგად, მაგრამ მასწავლებელმა წინადად გაგვაფრთხილა, რომ შემოვიდო და სასწავლო ნაწილი დამსწრეთ და იმდენად განვიცადე, რომ კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. ხა ფრიადოსანი არ ვიყავი, მაგრამ ცუდი მოსწავლეც არ ყოფილა. ხა კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი და მასწავლებელმა მითხრა, რომ ეს დაწყებით კლასებში ხდება და მასწავლებელმა მითხრა, რომ მე შენ გამოგიძახებო და ეს ლექსიო თან ლექსებს ძალიან მიყვარდა პოეზია და ბავშვობიდან ძალიან კარგად ვსწავლობდი ხოლმე და დამავიწყდა. იმდენად ვინერვიულე, რომ დამავიწყდა და ოქტომბრელი ვიყავი მაშინ და ეს ისე სასაცილოდ აღვწერე მე და სახალისოდ ერთ-ერთ მინიატურაში, რომ ეს ლენინის ეს პრიალა თავი მეთქი, ეს ოქტომბრელის ნიშანი და დიდ ასეთ ფორმატზე სახატავის რვეულზე უბრალოდ დამიწერა ფლომასტრით დიდი ორიანი, დამკიდა ამ ლენინის თავი აქ ბელადი და აქ დიდი ორიანი მკიდია და მითხრა რომ მთელი დღის განმავლობაში ეს არ უნდა მოიხსნა და ეს აი წარმოიდგინეთ ალბათ მესამე კლასში ვიყავი დაახლოებით და რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა იყო ჩემთვის რომ დღემდე მახსოვს 50 წელს უკავკუნებდა დღემდე მახსოვს ეს ტკივილი და იმდენს ვტიროდი და ეს ცრემლები მომდიოდა და ეწვეთებოდა ხან ლენინის თავს და ხან იმას რა ქვია ამ დახატულ ორიანს ბავშვი აუცილებლად უნდა გავათამამოთ იმიტომ რომ ცხოვრება იმდენად რთულია იმდენად სასტიკია და არავინ არ ვიცით კიდე მომავალში ვის რა ცხოვრება ელის და ბავშვობაში აუცილებლად უნდა იყვნენ galაღებულები მე მაგალითად მასწავლებელს ვერ უბედავდი რომ როგორ გავუბედავდით რომ ახლოს მივსულიყავით კი არა და არა ამ ქვეყნიური არსება გვეგონა ბავშვობაში მასწავლებელი და იცით რა ერთხელ აუწევია ბავშვს თქვა გაკვეთილზე ხელი და უთქვამს რომ შეიძლება ჩაგეხუტოთ და ერთი იყო ეთყობა სუნა მომოსწონდა ჩემ შეიძლება გისუნოთ და კი მეუთხარი და დედა სუნი გაკო ის პირველ კლასელი იყო პატარა და ეთყობა დედის სუნა მოსმია მგვანა ან რაღაც და პირველ კლასელს ხო ძალიან უჭირთ და ეხლა მე მეცინებოდა რომ მე ამას გავუბედავდი რომ ეს შეიძლება გისუნოთ აი სიყვარული სადაც არის და თან გრძნობენ ყველაფერს არაჩვეულებრივად გრძნობენ და როდესაც შენ გიყვარს შენი საქმე და როდესაც შენ გიყვარს ბავშვი ეს სულაც არ არის მერე დანის ალესილ პირზე სიარული სიყვარული ყველაფერს ისე კარგად ალაგებს რომ არც ცითავხედეში გადადის არაფერი და ყველაფერი საზღვრების ფარგლებშია ფიქრი უნდა ასწავლო მიაჩვიო ფიქრს მეორე რაც არის ეს არის პასუხისმგებლობა უნდა განუვითარდეთ აუცილებლად ეს უნარიც ყველას გვაქვს მაგრამ უნდა განვითარდეს და მეტად უფრო პასუხისმგებლიანები უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ემპათიის გრძნობა ემპათიურები უნდა იყვნენ აუცილებლად ვეტყოდი ბავშვებს რომ აი ის ბავშვი, რომელიც ჩვენში ცოცხლობს, ის მიამიტი, ის სისუფთავე და ის წრფელი, რაც გვაქვს. და ბავშვობაში ამას ყველანი ვატარებთ, ძალიან სუფთები და მართლები ვართ ბავშვობაში. აი ეს ბავშვი გადაარჩინონ რამდენი წლისაც გახდებიან. მე ძალიან მჯერა მათი. მე მჯერა რომ და ოღონდ თან მეწოდებიან. იმიტომ რომ აი ასეთ დიდ პასუხისმგებლობას ვკიდევთ და ეთა მათ პატარა მხრებზე ასეთ მძიმე უღელს ვადგამთ და ასეთ მძიმე ჯვარს ვაძლევთ. ჩვენ არაფერი არ გვჭირს საიმისო რომ საქართველოს თავჩაღუნული იყოს და ვიღაცა თითს გვიქნევდეს და მე ვფიქრობ რომ აი ამ სოფლიო ქაოსსა და ორომტრიალში გადაგვარჩენს ისევ სულიერება. რაც უფრო მეტად ქართველი ადამიანი მიტრიალდება ღვთისკენ, ხო, აი უფრო მეტად ეშველება საქართველოს. ვისურვებდი რომ მოვესწრო საქართველოს გაერთიანებას და აი ჩვენს თაობას მე მაგალითად სოხუმში არ ვარ ნამყოფი და ეს ბედიის მონასტერი და სხვადასხვა ისინი ხო არა გვაქვს ხო ისა ნანახი და მოლოცვილი და იქაური ზღვა ხო და იქაური ცა არ შეგვიხედავს და ვინატრებდი რომ შემსრულებოდა ეს სურვილი და მოსწრებულიყავი თუ ჩასვლით ვერ ჩავალ ყოველ შემთხვევაში და ძალიან ღრმად მოხუცებული ვიქნები ჩვენი მომავალი თაობა მაინც შეესწროს ოღონდ ჩემს სიცოცხლეში გავიგო რომ აი რაღაცნაირად გაერთიანდა ერთ მუჭად შეიკვრა რაღაც ერთად რაღაცა ისე დგას ჩვენი ქვეყანა მყარად ფეხზე